გაფართოებული შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. რატომ არ აფიქსირებს BAG პოზიციას მიმდინარე მოვლენებზე? გიყვებით რამდენიმე წუთში. არ მგონია, რომ სანქციები მემუქრება. ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე ამბობს, რომ ამერიკა ვერ დაასანქცირებს, უკრაინის სანქციები კი არ ადარდებს. საქართველოდან გაგზავნილი 1,2 მილიარდი დოლარის ავტომობილებიდან ყირგიზეთში მხოლოდ 61 მილიონი დოლარის ავტომობილები ჩავიდა. გაგზავნილად ჩასულ ავტომობილებს შორის რაოდენობრივი სხვაობა 90%-ს აღემატება. საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი გაიზარდა. გასულ წელს ქვეყანამ 1,2 მილიარდ კილოვატ-საათზე მეტი ელექტროენერგია იყიდა, საიდანაც 969 მილიონი კილოვატ-საათის იმპორტი რუსეთიდან განხორციელდა. ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით შესაძლოა რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს, თუ ვლადიმერ პუტინი ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაჯდება. ტრამპის თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მშვიდობის მიღწევა სურს. მოგესალმებით, ეთერშია საქმის კურსი, სტუდიაში ელენე გოგბერაშვილი მუშაობს. 20 იანვარს BAG-ის ოფისში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილვის მთავარი თემა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანების მიერ პოზიციის დაფიქსირება, არ დაფიქსირება იყო. რაზე შეჯერდნენ BAG-ის წევრები? უფრო მეც BMG-ის მთავარი რედაქტორი თელარა გელანდია გვიყვება, რომელიც უკვე გვერდდება პირდაპირ ეთერში. თელარა, უნდა ველოდოთ თუ არა, რომ პროტესტის 56 დღეს მაინც რამე სიტყვის BAG გისმენთ? გამარჯობა ელენე. სავარაუდოდ არ უნდა ველოდოთ, მოკლედ რატომ დუმს საქართველოს ყველაზე მსხვილი ბიზნეს ასოციაცია, როცა ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისია. ამ კითხვით ბოლო 2 თვის განმავლობაში არაერთხელ მივმართეთ BAG-ს, მიუხედავად იმისა, რომ პასუხი პრაქტიკულად ნათელია. BAG ძირითადად მსხვილი ბიზნესების ერთობაა და მათი ნაწილი ქართული ოცნების მიმართ ლოიალურად არის განწყობილი დღემდე. შესაბამისად, ასოციაციაშიც კონსენსუსი არ აქვთ. ნაწილს დუმილი ურჩევნია, ნაწილს მოსწონს ოცნების პოლიტიკა. BAG-ის წევრი კომპანიების ნაწილმა კი, როგორც ვიცით, ინდივიდუალურად დააფიქსირა საკუთარი კრიტიკული პოზიცია, მათ შორის პლატფორმა Free Business G-ზე შეერთებით და იქ რეგისტრაციით. თუმცა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი 20 ივნის, როცა გაფართოებულ ფორმატში შეიკრიბნენ BAG-ის წევრები იმ ბიზნესმენებმაც, ვინც ოცნების გადაწყვეტილებებს საჯაროდ აკრიტიკებდნენ ამ დროის განმავლობაში და BAG-ისგანაც ითხოვდნენ, როგორც წევრები გამოეხატა თავისი აზრი ამ ასოციაციას, თქვეს, რომ BAG-იმ პოზიცია არ უნდა დააფიქსიროს და დარჩეს ჩუმად. დიახ, თელარა, საინტერესოა, რა არის ეს მთავარი არგუმენტი? აი, რატომ უნდა დუმდეს BAG, როცა, როგორც ამბობ, თითქმის ყველამ დააფიქსირა პოზიცია? დიახ, ჩვენ ვესაუბრეთ რამდენიმე ბიზნესმენს, ვინც BAG-ის წევრია და თან Free Business G-ის მოთხოვნებს უერთდება. ყველას თავისი არგუმენტი აქვს, მაგრამ ამ საუბრებიდან დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მთავარი მაინც ისაა მათთვის, რომ რადგან BAG ლობისტური ორგანიზაციაა და განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების მქონე ბიზნესმენებს აერთიანებს, არაფრის მთქმელი კონსენსუსური განცხადების გავრცელებას სჯობს BAG საერთოდაც ჩუმად იყოს. მივედი იმ აზრამდე, რომ არ იქნება სწორი BAG-მა განცხადება გააკეთოს, გითხრა მაგალითად ვიდეოს მმართველმა პარტნიორმა ზურაბ ლალაზაშვილმა, რომელიც Free Business G-ის მოთხოვნების ხელმომწერია. თუ ვერ შევჯერდით ყველა და არ იქნება ეს მაგალითად ისეთი კატეგორიული, როგორც Free Business-ზე გამოქვეყნა რაღაცა, მე სიმართლე გითხრა სხვა ტიპის განცხადებას როგორც ერთი წევრი არ დაუჭერდი ხარ, მაგრამ ამ განცხადებას იმიტომ თვითონ ესეთი თუ იქნება, ნახე, უნდა იყოს განცხადება თუ რაღაც კონკრეტული მომთხოვნი, მაგრამ მაგასაც პრინციპულად BAG-ს მესო გააკეთოს, ხო საჯარო ესეთი განცხადება ჩავთვალოთ, რომ რა ქვია, დისკუსიის რა ქვია, ფორმატი თუ საშუალება იკეთება მაგითი. ანუ კომპანია როგორც BAG-ის წევრებით ინტერესების წინააღმდეგ მოვა ნაწილიდან ბევრის რა. ეს გავაკეთე ინდივიდუალურად. Free Business G-ის მოთხოვნებს იზიარებს, როგორც ვიცით, დეველოპერული კომპანია არსით, მაგრამ მისი აქციონერი თორნიკე აბულაძეც მიიჩნევს, რომ BAG-იმ პოზიცია არ უნდა დააფიქსიროს, რადგან ის იდეაში უსულო ორგანიზაცია, რომლის მთავარი ფუნქცია არის სხვადასხვა ბიზნესების, სხვადასხვა კომპანიების ხელისუფლებასთან დაკავშირება. ორგანიზაცია, რომელიც ესე ვთქვათ, სხვა ბიზნესები აქვს, რეალურად ანუ სხვანაირად ახდენს რაღაც ესე ვთქვათ თავის შედეგებს და ესე ვთქვათ ეს არის სამთავრობო სხვადასხვა სტრუქტურებთან ერთობები ურთიერთობით. მეორე რა არის შეხედე იქ არის 130 150 ასოციაციალ მასშტაბის წევრი რა.
არა 150 ადამიანმა სადაც არის განსხვავებული შეხედულებები, მათ შორის პოლიტიკური გემოვნებები და ჩვენ ერთობლივი განცხადება დავდოთ. და ნუ ვანგის ვარიანტი არ არის და შესაბამისად მაგასთან დაკავშირებით თავიდანვე ესე თქვა თქვით რომ ვინმე უნდა განცხადების გაკეთება თავზე გააკეთოს და BAG-ს არ უნდა გააკეთოს. BAG-ის მთავარი მისია თავისი წევრების ადვოკატირება და მოვლა პატრონობა. არ მაქვს მოლოდინი, რომ BAG-ის განცხადება რამეს შეცვლის. ამ აზრზეა კომპანია Nutrimax-ის მმართველი პარტნიორი ბექა ბექაიაც, რომელიც პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს ასევე ახალ არჩევნებში ხედავს. Nutrimax-იც არის Free Business G-ის ხელმომწერი. ჩვენ ინტერესებშიც არ არის ხაი კონკრეტული კომპანიის ინტერესებიდან გამოვიხედოთ, რომ ვთქვათ ეს საკომუნიკაციო არხები გატკბეს. ისეთ გარემოში ვართ ჩვენ, რომ კაცმა არ იცის ვინ რას როგორ გაიგებს ბიზნესი მით უმეტეს, იმიტომ რომ ბიზნესი ის არის რაღაცა ასე ვთქვათ მარცხების ქვეშ არის, შიშის ქვეშ არის, ახლა ეს დაცულიც გვეხმარებას ასული გამოსვლებას და ვიღაცები ბედავენ არის ჩვენს არის უგეუნებიან ავი შეიკავეთ ხასპიტიკულები ნუ გარკვეული რა ვიცი ხომ ეს მაინც მოქალაქეობრივი პოზიციაა და ნუ რა ვიცი ჩვენ რაღაცას ვბედავთ ვიღაცა ვერ ბედავს თან მეორეა კიდევ ხა ჩვენ რომ დაწუნებული იყოს იმაში რომ ასოციაციის რამე განცხადება ნებისმიერი რა ვიცი აი ძალიან წავი განცხადება თუნდაც ხო რამეს შეცვლის არის მე კიდევ არ მაქვს ეგ მოლოდინი მოკლედ BAG დუმილის რეჟიმში რჩება, რა თქმა უნდა BMG გააგრძელებს ბიზნეს ასოციაციის წევრი სხვა კომპანიების პოზიციების შეგროვებას, უნდა დუმდეს თუ არა ქვეყნის ყველაზე მსხვილი ბიზნეს ასოციაცია ამ ვითარებაში, ასევე იმეც ვიტოვებთ, რომ მალე გამოქვეყნდება BAG-ის ბიზნესის განწყობის ინდექსი და ამ ფორმით მაინც გავიგებთ რა განწყობასეა მსხვილი ბიზნესი საქართველოში. ელენე. მადლობა თელარა, BAG-ის წევრი კომპანიების პოზიციები თელარა გელანტიამ მოგვესმენია. არ მგონია რომ სანქციები მემუქრება ამის შესახებ ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ მოსალოდნელ სანქციებზე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა. ირაკლი რუხაძე ამბობს, რომ მას ამერიკა ვერ დაასანქცირებს, რადგან ამერიკის მოქალაქეა. ამასთან სამთავრობო არხის მფლობელი უკრაინულ სანქციებზე საუბრობს და აცხადებს, რომ უკრაინის სანქციები არ ადარდებს. ირაკლი რუხაძე ამბობს, რომ ზოგადად სანქციები უსამართლოა, რადგანაც ადამიანს არ აქვს შესაძლებლობა სასამართლოში თავი დაიცვას. რუხაძე მიიჩნევს, რომ დღეს მიდის მცდელობა დაანგრიონ საქართველოს ეკონომიკა. აღსანიშნია, რომ იანვრის პირველ კვირაში რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, სადაც საუბარია 25 ადამიანზე, როგორც ივანიშვილის მაცოცხლებელთა ქსელზე, რომლებიც წერილის თანახმად არიან ელიტური გარემოცვა, კორუმპირებული ფინანსური მუშაკები, პროპაგანდისტები და ისინი, ვინც რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს ამუშავებენ. ამ 25 ადამიანს შორის კი ერთ-ერთი სწორედ ირაკლი რუხაძეა. არ მგონია რომ სანქციები მემუქრება, მათ თუ გინდათ შემიძლია სათაუხსნა, რატო არ მგონია რომ მემუქრება. მაგრამ საერთოდ ამ სიტუაციაში და ამ ფორმაში ძალიან არ მახარებს, იმიტომ რომ მე დამასანქცია უკრაინა. ამ სანქციებს საერთოდ საინტერესო რაღაცა სანქციები და მაგას თუ კი ვილაპარაკოთ ეს საინტერესოა. მე დამასანქცია უკრაინა, რომელიც მე ძალიან მიყვარს და უამრავი რაღაცა რაც მე შემეძლო ჩემი იმი და უზარმაზარი ბიზნესი მაქვს უკრაინაში აწყობილი. და გიждები უკრაინის სიაულზე ყოველთვის მიყვარდა და წარმოგვენი ტრაგედია იყო ჩემთვის, როცა რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და მე ამერიკა ვერ დამასანქციებს, იმიტომ რომ სანქციის აზრი იკარგება და აგიხსნით რატო თუ გინდათ. მე იმიტომ ძალიან საინტერესოა, სანქცია როგორი ტიპის ინსტრუმენტი არის. მაგრამ ჩემს სხვა ქვეყანამ დამასანქციოს ამერიკა ვერ. ჩემ მესაც მოქალაქეა ეს ქვეყანა ვერ დამასანქციებს. მაგრამ ესე იყო დაწერილი შემდეგი რაღაც იქ შეყარეს რაღაცა დიდი სია ხალხის რომელიც ერთად აღებული ვაკონტროლებ უზარმაზარ ნაწილს ეკონომიკის და ეს გაიზრდება ეს სია კიდე იმიტომ რომ მიდის ცდელობა მე ესე მგონია მათემატიკურად ვერ დაგიმტკიცებთ მაგრამ ყველგან ხედავ ამას მიდის ცდელობა რომ დაანგრიონ საქართველოს ეკონომიკა რატო იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ თუ ეკონომიკა კარგად მიდის ხალხი მთავრობას აცვლის საქმის კურსი ამ დროისთვის დასრულებულია BMG TV-ზე 15 საათსა და 30 წუთზე ბრუნდებით პირდაპირ ეთერში დროებით